საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვარდაპეტიანი გაგაცნობთ. ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე უფლებამოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. უგუაყოფილმა თავმჯდომარემ იმედამ ღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ლევან ლობჯანიძემ კუთვნილი პოსტი დაიკავა. იმპიჩმენტის წესით გადაყენებული ლევან ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაბრუნდა. უახლოეს მომავალში ბორჯომის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული საქალაქო, 1 ერთეული კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოემსახურება. ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით დეპუტატებმა გუშინ გამართულ საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. ავტოპარკის განახლებაზე დაახლოებით 1.250.000 ლარი დაიხარჯება. 1.250.000 ლარზეა საუბარი, ეს არ არის ზუსტი ციფრი, ეს მიახლოებით ციფრია. გამოცხადება ტენდერი როგორც კი მიიღებს და უკვე მიიღო მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხმობა საკრებულოსგან ამ ტექნიკის შეძენას და ტენდერზე გამოცხადებაზე. როგორც კი დასრულდება ტენდერი და კომპანია რომელიც მიიღებს მონაწილეობა და გამოვლინდება გამარჯვებული, სატენდერო პირობებში გათვალისწინებულ ვადის პირობებში მოემსახურება გამგეობას შეიძენს 5 ერთეულ აქედან 4 შიდა მომსახურების ბორჯომისთვისა 1 საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ავტობუსს შეიძენს და ჩვენი ვარაუდით ამ გაზაფხულის ბოლოს უკვე გვეყოლება ახალი ტრანსპორტი ბორჯომში. ბორჯომში ქალაქის მასშტაბით რამდენიმე სკვერში ლამპიონები დააზიანეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მოსახლეობას მიმართავს და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით უახლოეს მომავალში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და სამართალდამრღვევები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. რამდენიმე დღის წინ ბორჯომში მარადილ ცეცხლთან და სამუსიკო სკოლასთან არსებულ სკვერში ლამპიონები დააზიანეს. სამართალდამრღვევის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილზე სათვალთვალო კამერები არ ფუნქციონირებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მოსახლეობას მიმართავს. ეს დაზიანებები ჩვენს მიერ აღდგენილია, სამწუხაროდ დამნაშავეები დასჯილი არ არის, რადგან იქ სათვალთვალო კამერები არ ფუნქციონირებს. წელს არის ზოგადად სახელმწიფო პროგრამა და იგეგმება რამოდენიმე ტურისტულად აქტიურ, ასე ვთქვათ, და დასასვენებელი სკვერებს მიმდებარედ სათვალთვალო კამერების ხელახლა მონტაჟი და მე ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ უკვე მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სანამ კამერები იქნება და კამერების გარეშეც მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ უბრალოდ გაუფრთხილდნენ, ხო არ ვეხოცებით თქვენ გააკეთეთ, ჩვენ ვაკეთებთ და ისინი გაუფრთხილდნენ უბრალოდ. გაზაფხულიდან ფიზკულტურის მასწავლებლები გადამზადდებიან, რაშიც განათლების სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპზე უწყება ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და რაგბის ფედერაციებთან თანამშრომლობს. სკოლები თავადვე გადაწყვეტენ, რომელ ფედერაციასთან სურთ თანამშრომლობა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება. ჯეჯელავას განმარტებით, სკოლებში დაბალი სპორტული აქტივობის მიზეზი ხშირად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია აშენება 890 მილიონი ლარი ჯდება. ფედერაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში კი ტრენინგებთან ერთად სამინისტროს თანადაფინანსებით ფედერაციები სკოლების მინიმალური სპორტული ინვენტარით აღჭურვასაც უზრუნველყოფენ. დირექტორს ვეუბნებით, რომ შენ შეფასებაში გავითვალისწინებთ, როგორც აი მონიტორინგი კეთდება, აქამდეც კეთდება ეს მონიტორინგი, ზუსტად იმას, არა მარტო ტარდება თუ არა გაკვეთილი, აუცილებლად უნდა ვამონიტოროთ, არამედ ჩართულია თუ არა ყველა ბავშვი. ანუ შენ თუ კალათბურთს ათამაშებ, როცა იცი, რომ 5 ბავშვი ითამაშებს კალათბურთს ან 7 და არ ითამაშებს, ესე იგი 23, ეგ არ ითვლება კარგად ჩატარებულ ფიზკულტურის გაკვეთილად. ბორჯომელმა მოკრივემ დავით რიბაკონმა ლიტვაში სარეიტინგო ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვა. 22 წლის სპორტსმენი ქამრის მფლობელი გახდა. ქალაქ ვილნიუსში გამართულ შეჯიბრზე 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ის რუს მოკრივეს შეხვდა და დაამარცხა. სარეიტინგო ბრძოლებში საქართველოს სახელით 2 სპორტსმენმა იასპარეზა. მე 3 რაუნდში ნოკაუტით მოვუგე. ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით გამარჯვებული დაუბრუნდა საქართველოში. პირველი ხამარია ჯერ. უფრო მეტ შრომას და რა ვიცი, ღმერთის წყალობით, ინდია კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწია. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალ და მომდევნო დღეებში.
ხვალ 9 თებერვალს ბორჯომში ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა 1, მაქსიმალური კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან ღრუბელი იქნება 10 საათზე 2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 4 გრადუსამდე გათბება ჰაერით 13 საათზე. 4 გრადუსი შენარჩუნდება 16 საათზეც. 19 საათზე ტემპერატურა 1 გრადუსამდე დაიკლებს. 1 გრადუსი დაფიქსირდება 22 საათზეც. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, თოვლია მოსალოდნელი 10 თებერვალს სითბო 4 გრადუსი იქნება. 2 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა 11 თებერვალს. ზედაღრუბელია ნავარაუდევი 12 თებერვალს, სითბო 1 გრადუსი იქნება. 1 გრადუსი დაფიქსირდება 13 თებერვალსაც. მოთოვს 14 თებერვალს ტემპერატურა კვლავ 1 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო 8 თებერვლის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.